მოგზაურის დღიური კვლავ კუნძულ ბალიდან მოგესალმებათ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საინტერესო და ლამაზი ადგილი ვნახე, ბალიზე ყველა ღირსშესანიშნაობის მონახულება დიდ დროს მოითხოვს. ამიტომ დავუყაბულდები იმით, რაც უკვე ვნახე და ახლო მდებარე კუნძულებს ვესტუმრები. გათენდა ახალი დღე კუნძულ ბალიზე და დღეს გადაწყვეტილი მაქვს ერთი საინტერესო ადგილი მოვინახულოთ, რომელიც ალბათ ბალიზე მოგზაურობისას ყველა ტურისტს უნახავს. თუმცა ეს ადგილი არ მდებარეობს უშუალოდ კუნძულ ბალიზე, ჩვენ მოგვიწევს რომ ჯერ მანქანით მივიდეთ პორტში, საიდანაც ბორანით გადავალთ ამ კუნძულზე და უკვე დაიწყება სხვადასხვა აქტივობა, რომელიც დავჯავშნე ჩემს სასტუმროში. ბევრი ტური ნახე ამ ადგილების სანახავად, თუმცა ვფიქრობ, ყველაზე კარგი ვარიანტი ამოვარჩიე და იმედი მაქვს არ შევცდი და ძალიან საინტერესო და თავგადასავლებით ახსავსე დღეს გამოგვივა. ყველაფერს ერთად ვნახავთ. ბალიზე მოგზაურობისას ამ ტურს ყველა ტურისტული კომპანია თუ სასტუმრო გვთავაზობს და ფასებიც ძირითადად ერთნაირია. ამიტომ ტური ჩვენ სასტუმროში დავჯავშნე. დღეს ინდონეზიის ერთ-ერთ გამორჩეულ კუნძულს, ნუსა პენიდას ვესტუმრებით. ტურის ღირებულება ერთ ადამიანზე 180 ლარია. ფასში შედის ტრანსპორტირება, ბორანის ბილეთები, ლანჩი და ოკეანეში ყვინთვა, ეგრეთ წოდებული სნორკლინგით. ამ ტურში ჩვენთან ერთად კიდევ ერთი ბრაზილიელი ტურისტი იქნება, ისიც ჩვენი სასტუმროდან. 45 წუთიანი მგზავრობის შემდეგ მოვედით ამ ადგილას, სადაც ჩვენ მომძღოლმა აიღო ბილეთები, ასევე დაგვირიგა ასეთი ბეჯები და ველოდებით ახლა რომ წავიდეთ ნავისკენ, სადაც დავტოვებთ საგვაბარებს სხვა გიდს და დაიწყება ჩვენი დღევანდელი თავგადასავალი. ზუსტად განრიგი არ ვიცი რა არის მერია, უბრალოდ ვიცი რა არის ამ ტურში შემავალი, იმიტომ რომ როდესაც ამ ადგილებს ვათვალიერებდი, თითოეული მათგანი ძალიან ლამაზი იყო და სიმართლე გითხრათ, კიდევ აღარ დამაინტერესა რომელ კუნძულზე, რომელ სანაპიროზე რამდენხანს გავჩერდებოდი, უბრალოდ ვიცი რომ ძალიან კარგი დღე გამოვა და ბოლომდე მივენდობით ამ ტურისტულ კომპანიას. ჩვენ ზოგადად გითხრა რომ დალოდებოდით 5 წუთი და წესით უკვე მალე უნდა მოვიდეს და გავეშურებით თემისკენ. გავიარეთ ყველანაირი რეგისტრაცია და საბოლოოდ მივდივართ უკვე ნავისკენ. ოღონდ არავინ არ გვაქვს ყურადღებას და ჩვენით მივდივართ მხოლოდ მივყვებით ხას. მაგრამ ვიცით სახელი რა ქვია ჩვენს თავს და იმედია რომ სწორად მივაგნებთ. Selamat pagi. Selamat pagi. მალევე მივაგენეთ ჩვენს ბორანს. ბილეთებზე მითითებული იყო ადგილის ნომერი, მაგრამ ადგილზე მისვლებს გითხრეს იქ დამსხდარიყავით, სადაც მოგვინდებოდა. დავიკავეთ ადგილები და გავემართეთ ნუსა პენიდასკენ. თუ ზღვის ავადმყოფობა გაწუხებთ, უმჯობესია წინასწარ დალიოთ წამალი, ვინაიდან საკმაოდ დიდი რყევებია მგზავრობისას. ნუსა პენიდას ბალისგან ბანდუნგის სრუტე ყოფს. ნუსა პენიდა ადმინისტრაციული ცენტრია, რომელიც მის გარდა ახლოს მდებარე ორ დიდ კუნძულს, ნუსა ლემონგსა და ნუსა სენინგანს და ასევე 11 უფრო მომცრო კუნძულს მოიცავს. ნუსა პენიდას მოსახლეობა ბალის ენის უნიკალურ დიალექტზე, ნუსა პენიდას ბალის ენაზე, ბასანოსაზე საუბრობს, რომლის გაგებაც კონტინენტური ბალიდან მოლაპარაკეებს არ შეუძლიათ. როგორც ამბობენ, ის ბალის აბორიგენი მოსახლეობის ბალი აგას ენასთან ახლოსაა. ისე სწრაფად აღმოჩნდით ნავზე, ვერც გავიაზრეთ. როგორც კი გადავედით ნაპირზე, დაგვხვდა ადამიანი, ვინცაც ჰქონდა ჩვენი ფოტო, ვინაიდან ძღოლმა გააუგზავნა რომ დაგხვედო და მოგვიყვანეს უცბად, მოგცეს საცურაო საშუალება და ახლა ეგზეთ გომის ბილეთით მივდივართ პირველი დანიშნულების ადგილისკენ. ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი, ვერც გავიაზრე, არც აგვიხსნეს წესიერად, მაგრამ იმედი მაქვს, რომ გავჩერდებით, მერე მაინც აგვიხსნიან, როგორ უნდა ვიცუროთ და რას ვაკეთებთ საერთოდ, ვინაიდან პირობმა გამოვცადო ასეთი რამ.
ამ ნავზე სხვადასხვა პლატფორმიდან დაჯავშნილი ტურებით ერთი ჯგუფი შევიკარით. ნავის ტურის ფარგლებში გავჩერდებით რამდენიმე ადგილას. 15-20 წუთით ჩავხვდებით წყალში და ეგრეთ წოდებული სნორკლინგით ვეცდებით ოკეანის არსებების დანახვას. ამინდი შესანიშნავია და იმედი მაქვს, ბევრ საინტერესო ქმნილებას ვიხილავ. პირველ რიგში მივდივართ მანტას ყურისკენ. მანტას ყურეს სინამდვილეში მანტას ყურეები უნდა ეწოდოს, რადგან ეს ადგილი რამდენიმე ყურის ერთობლიობას წარმოადგენს, რომლებიც ციცაბო კლდეებითაა გარშემორტყმული. ყური არ არის ღრმა და როგორც წესი, ზედაპირიდან ჩანს წყალქვეშა ხმელეთი. პირველი დანიშნულების ადგილზე მისვლისას გიდმა მკაცრად გაგვაფრთხილა შორსად წავსულიყავით. ტურის მონაწილეებმა ნელ-ნელა დავიწყეთ ჩასვლა და ყვინთვა. ჩვენი მცდელობა დაგვენახა თევზები უშედეგო აღმოჩნდა. მოლოდინი გქონდა, რომ სკაროს, ზვიგენისებრთა ოჯახის იმ ბინადარს ვიხილავდით, რომელიც თავისი უზარმაზარი ფარფლებითაა ცნობილი. მათი ინგლისური დასახელება არის მანტარაი. სწორედ მათ გამო დაერქვა ამ ადგილს მანტასყურე. თუმცა მათი ხილვა ვერ შევძელით. როგორც გიდმა გითხრა, ახლა სეზონი არაა და ამიტომაც ვერ ნახეთო. არადა თითოეულმა ჩვენგანმა ეს ტური მათ სანახავად შევიძინეთ. სხვა რა გზაა, შემდეგი ადგილისკენ, გამათის ყურისკენ გავეშურებით. იქნებ იქ მაინც გავგვიმართლოს და ვნახოთ თევზები. მაინც ბევრი თევზი ვერ დავინახე, მაგრამ რაღაცები ჩანს და ალბათ ვეცდები იქითაც წავიდე. თან საკმაოდ დიდი ტალღებიც არის. და რომ არ ვარ პროფესიონალი, ეგეც თავისას შრება, მაინც და მაინც ღრმად ვერ ჩავდივარ. ამ ტერიტორიაზე სხვადასხვა ჯიშის თევზი ბინადრობს. ყვითელკუდა ფუზილერები, გიგანტური ტრევალი, თევზი ღამურა და სხვა. დიდი მოლოდინი არც ახლა მქონდა, მაგრამ გამიმართლა და დავინახე ეს ულამაზესი ზღვის ქმნილებები. ჩაყვინთვის ეს მცდელობა ჩემთვის ცუდად დასრულდა. ნავში ასვლის შემდეგ თაბრუსხვევა დამეწყო და თავი ცუდად ვიგრძენი. გადავწყვიტე წყალში აღარ ჩავსულიყავი და შემდეგ ჩასაყვინთ ადგილას გულდაწყვეტილი ვუყურებდი ნავიდან. იმედ გაცრუებული ბრუნდები ნაპირისკენ. მოლოდინმა არ გაამართლა, მაგრამ იმედს ვიტოვებ, დღეისთვის სანახავი სხვა დაგეგმილი ადგილები გადაფარავს ამ იმედ გაცრუებას. ნაპირზე დაბრუნების შემდეგ დაგვხვდა ჩვენი მძღოლი, რომელმაც მანქანისკენ წავგვიყვანა, რომ უშუალოდ კუნძულის დათვალიერება დაგვეწყო. გზაში გაგვიწვიმდა, მაგრამ ამინდის პროგნოზის მიხედვით მალევე უნდა მოწმენდილიყო. ჩვენმა მძღოლმა გვირჩია საჭმელად დიდი ხნით არ გავჩერებულიყავით, რადგან ცვალებადი ამინდი იყო მოსალოდნელი. ჩვენც მხოლოდ 15 წუთით შევჩერდით წასახემსებლად და ისევ განვაგრძეთ გზა შემდეგი დანიშნულების ადგილისკენ. ცოტა წახემსების შემდეგ უკვე ჩვენო მძღოლმა წამოგვიყვანა ერთ შვენიერ ადგილას, რომელსაც შეიძლება გატეხილი სანაპირო უწოდოთ. ამინდი გამოვიდა შესანიშნავი, როგორც ხედავთ.
და რამდენიმე ადგილას რაც ფოტო-ვიდეოც იღებენ და ერთ-ერთგან ხა მოგიყვანა და შევხედოთ ერთი რას წარმოადგენს ეს ადგილი. ფოტოებში ძალიან კარგი იყო. პირველ რიგში ანგელოზის ტბორთან ულამაზეს ბუნებრივ აუზთან მოვედით, რომელიც ცნობილია წყლის მომაჯადოვებელი ფერებით. წყლის დონეს შტორმები განსაზღვრავს. კლდეებით ისეა გარშემორტყმული ეს ტერიტორია, რომ მხოლოდ წვიმებით და წყალმოვარდნით საზრდოობს. წყალში ჩასვლა და ცურვა შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წყლის დონე დაბალია და მიმოქცევა ძლიერი არაა. სხვა შემთხვევაში სახიფათოა, ვინაიდან ტალღამ შეიძლება კლდეს მიაჯახოს ადამიანი. დღეს წყლის დონე დაბალია, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ზემოდან მოგვიწვია გადახედვა. გუშინ ჩასასვლელი ბილიკი დაზიანებულა. აქედან უკვე უშუალოდ მთავარ სანახავ ადგილზე გადავინაცვლებთ. ამ ადგილს გადახილი პლაჟი ადგილობრივ ენაზე კი პასიჰ უუგი ჰქვია. ზღვის მიერ წარმოქმნილი ბუნებრივი საოცრებაა. გადახილი პლაჟი წრიული, დახურული ყურია, სადაც ოკეანემ კლდეს გვერდი ჩამორეცხა და უზარმაზარი, გამოკვეთილი ბუნებრივი ხიდი შექმნა. ეს ოკეანეს საშუალებას აძლევს შიგნით და გარეთ იმოძრაოს და ასაზრდოს ეს მომაჯადოვებელი ადგილი. ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილას მოვედით გადასახეთთან, საიდანაც არ გჭირდებათ დრონის კადრი, აქ თუ დადგებით და გახედავთ, ყველაფერს დაინახავთ, როგორი ლამაზია, წყალი, კლდეები აბსოლუტურად კომბინაციაში ერთმანეთთან ძალიან ლამაზია, ძალიან შთამბეჭდავი და ალბათ აქ ზის ჩასვლის დროს რომ იყოთ, წარმოდგენაც შეუძლებელია, რამდენად ლამაზი იქნებოდა. თუ იმოგზაურებთ, აქ აუცილებლად მოდით და გირჩევთ, რომ ისე გამოყოთ, რომ 1 საათი, საათნახევარი მაინც რომ აქ დაყოთ და უბრალოდ დატყვეთ ამ ულამაზესი ხედებით. როგორც მე ვაპირებ ახლა. მიუხედავად იმისა, რომ სანაპიროზე ფეხით შესვლა არ ხერხდება, შეუძლებელია ამ ადგილს ესტუმრო და შთაბეჭდილებების ქვეშ არ დარჩე. ფირუზისფერი ტალღების შეჯახება შავ კლდეებზე ეს არის წარუშლელი შთაბეჭდილება, რომელსაც ბუნება გვთავაზობს. აქედან მივდივართ დღის ყველაზე მნიშვნელოვან და ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილას, რომელიც ინდონეზიის შესახებ არსებულ თითქმის ყველა სარეკლამო რგოლსა თუ ფოტოზე გექნებათ ნანახი.
ახლა მოვედით იმ ადგილას, სადაც თითოეული ადამიანი მოდის აქ, როდესაც ბალიზე მოგზაურობს. მათ შორის არ მახსენდება ისეთ ქართველი, ვისაც აქ ემოგზაუროს და აქ ფოტო ვიდეო არ ქონოდეს. სამწუხაროდ ამინდი კიდევ უფრო გაუარეს და თავდაპირველად ვაპირებდით, რომ ჩავსულიყავით სანაპიროზე უშუალოდ იქაც დაგვეთვალიერებინა და გვეგრძნო აქაური სიმშვიდე, თუმცა ახლა როცა საუბრობ, ძალიან ისეთი ქარი ქრის, ქვიშიანი ქარი და თვალები ამომევსო ქვიშით და არ ვიცი, ესეთი ქარი არ მინახავს. მათ შორის ძალიან ცუდი ღრუბელი მოდის და უმჯობესია დავბრუნდეთ სადგურში, ვინაიდან დღეს ვბრუნდებით უკან კუნძულ ბალიზე და რაიმე საშიშროებით რო არ ვიგზავროთ, უმჯობესია რომ ახლა დრო არ დავკარგოთ, წავიდეთ სადგურში და სანამ იქ წავალთ 10 წუთი გვექნება დაახლოებით რომ ამ ხედები დავტკბეთ. ფიქრობ, მაინც ძალიან საინტერესოა და როდესაც ინდონეზიაში მოგზაურობას ვეგმავდი, ერთ-ერთი ხედი სწორედ ეს იყო, სადაც მინდოდა მოსულიყავი და დავტვარიყავი და ეს შევასრულე. შემდეგში იყოს უკვე დაბლა ჩასვლა და იქ დასვენება გართობათო ცურვა. ამ ადგილიდან ბილიკით კელინკინგის სანაპიროზე ჩავალთ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პლაჟია მსოფლიოში. გასულ წელს ის მსოფლიოს 50 საუკეთესო სანაპიროს სიაში შეიყვანეს. კელინკინგის პლაჟის პოპულარობამ დიდი წვლილი შეიტანა ნუსა პენინდას კუნძულის ტურისტული პოტენციალის გაზრდაში. პატარა ტერიტორიის გავლა მაინც გადავწყვიტე და შეხედეთ რამდენი ადამიანია მოსული ფოტოების გადასაღებად. ძალიან ბევრი ხალხია, ხმაურით შესაბამისად. თუმცა მართლა შესანიშნავი ხედია და რომ თარ ჩახვიდეთ დაბლა, ამ შემთხვევაში ჩვენსავით, მაინც ძალიან დატკბებით დარწმუნებული ვარ. თუ ნუსა პენინდაზე მოგზაურობას გადაწყვეტ, გირჩევთ მინიმუმ 1 ღამით მაინც დარჩეთ. თითოეული ღირსშესანიშნავი ადგილი კარგად რომ ნახოთ და დატკბეთ იმ სილამაზით, რასაც ეს ბუნება გვთავაზობს. ამასობაში ტროპიკულ წვიმაშიც მოვყევით. არ ვიცი ახლა რამდენად ჩანს, მაგრამ ძალიან წვიმს. აზრი არ აქვს არც ცირიბილს და არც არაფერს. უბრალოდ მანქანისკენ მივდივართ, რომ შევეფაროთ. ბოლო მომენტში მაინც გვიმოხსნა ამინდვა. თუმცა მოვასწარი დანახვა და ძალიან მიხარია. მალევე ჩავსხედით მანქანაში და გავემართეთ პორტისკენ. ადგილზე მისვლისას ჩვენმა მძღოლმა ბილეთები აიღო. განრიგის მიხედვით 5:30-ზე უნდა გასულიყო ჩვენი ბორანი, მაგრამ 1 საათზე მეტხანს მოგვიწია რიგში დგომა, სანამ ჩვენი რიგი მოვიდოდა და საბოლოოდ 6:30-ზე გამოვედით კუნძულიდან. ბალის პორტში მძღოლი დაგვხვდება და სასტუმროში დაგვაბრუნებს. კვლავ უბუდში ვართ. დღეს ვაპირებთ ერთ გამორჩეულ ადგილს და ტაძარს ვესტუმრო. ტეგალალანგში მოგზაურობისას მძღოლი ვინც მყავდა, მასვე მოველაპარაკე მგზავრობაზე. უბუდიდან 2 საათის გზაა.
მანქანა პარკინგზე გავაჩერეთ. აქვე შევიძინეთ ავტობუსის ბილეთი, რომლის საფასური დაახლოებით 9 ლარია. ჩავსხედით ავტობუსში, რომელიც ლემპუიანგის ტაძარში აგვიყვანს. უშუალოდ ტაძრის შესვლის საფასური დაახლოებით 25 ლარია. ლემპუიანგის ტაძარი ითვლება ყველაზე ძველ ტაძრად ბალიზე. ეს არის 9 მთავარი სალოცავიდან ერთ-ერთი, რომელიც კუნძულის სულიერ ბალანს ინარჩუნებს. ეს 7 ტაძრის კომპლექსია. მთავარი ტაძარი მდებარეობს ზღვის დონიდან 1058 მეტრის სიმაღლეზე და მასთან მისასვლელად 1700 საფეხურიანი კიბეა ასასვლელი. ბილეთის საფასურში შედის მოსახვევი, იგივე სარონგი, რომლის გარეშეც ტაძრის ტერიტორიაზე გადაადგილება აკრძალულია. ტაძრის ყველაზე ცნობილი ადგილი კარიბჭეშია და მას ბალის 64-ის კარიბჭეს უწოდებენ. ახლა ვართ ისეთ ადგილას, რომელიც ცნობილია არა მარტო ინდონეზიისთვის, არამედ შიდა მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული ადგილია და დარწმუნებული ვარ, ყველა ცნობთ ამ ადგილს. ძალიან ბევრი ადამიანი იღებს აქ ფოტოს და მისი გულისთვის ხშირად ათენებენ ღამეს, მოდიან ღამის 3 საათზე, 4 საათზე რომ ჩადგენ რიგში, რათა შედარებით ადრე გადაიღონ ფოტო და სამასწოროდ დარჩეთ ინდონეზიური მოგზაურობიდან. თუმცა როცა მოვედით და შევიძინეთ ბილეთი, ვიკითხეთ თუ რამდენი საათი დაგჭირდებოდა დაახლოებით ლოდინი და გითხრეს რომ ყველაზე ცოტა 3 საათი არის საჭირო რომ მივიდეთ იქ და როგორც გესმით ალბათ აცხადებენ ნომერს, მიდიან ადამიანები დგებიან, იღებენ ფოტოებს და ეს არის. 3 საათი გაჩერებას აქ არ ვაპირებ. აქ ერთი ტრიუკია, ვინაიდან როდესაც ფოტოში ჩანს რომ ვითომ ანარეკლია და აქ წყალი დგას, სინამდვილეში არავითარი წყალი არ არის, უბრალოდ სარკეს სადებენ კამერასთან და ანარეკს სწორედ ეს სარკე ქმნის, ამიტომ ერთგვარად ჟარგონზე რო თქვათ, ფეიკი ფოტოა, შეიძლება ქართულად გადავთარგმნოთ როგორც სრულ ფოტოა, ამიტომ არ ვაპირებ 3 საათი გავჩერდეთ, ან მირჩევნია სხვა რაღაცებს გადავიღო ხოლმე ფოტო, ვიდრე მე გადამიღონ. თუმცა თქვენ თუ გსურთ რომ ესეთი შთამბეჭდავი ფოტო გადაიღოთ, აუცილებლად უნდა მოხვიდეთ, გამოყოთ დრო შესაბამისად, რომ დაალოთ რამდენიმე საათი და მართლაც შთამბეჭდავი ფოტო გექნებათ. ჩვენ კი ამ შემთხვევაში უბრალოდ ტაძრის ტერიტორიას დავათვალიერებთ და ამასთან გეტყვით რომ ჩვენმა მძღოლმა გიდმა გითხრა რომ კიდევ ერთი ასეთი ადგილია, სადაც შესაძლებელია მსგავსი ფოტოს გადაღება, სადაც რიგი არ იქნება. ადგილობრივია და მას დაუჯერებთ და თუ იქ გადავიღებთ, კარგი იქნება, თუ არა და დიდად გული არ დამწყდება. ფოტოს გადაღება ბილეთის საფასურში შედის. ამ კარიბჭეს დაახლოებით 4 მეტრის სიმაღლე აქვს და ვიზიტორებისთვის საყვარელი ადგილია. აგუნგის მთის ხედი კარიბჭის შუაგულში იშლება. ეს მართლაც შთამბეჭდავი ხედია. აგუნგი აქტიური ვულკანია. ის ბალის უმაღლესი წერტილია და გავლენას ახდენს კლიმატზე, განსაკუთრებით ნალექის რაოდენობაზე. შორიდან მთას იდეალურად კონუსური ფორმა აქვს. აგუნგი სტრატოვულკანია დიდი და ღრმა კრატერით. ერთ-ერთი დიდი და დამანგრეველი ამოფრქვევა 1963 წელს მოხდა. ბოლო კი 2017-2019 წლებში დაფიქსირდა. ეს ადგილი ყოველთვის მასშტაბური წარმოადგენდა. არც არის პატარა, თუმცა რასაც ვაკვირდები, ადამიანებს დიდად არ აინტერესებს გარშემო რა არის, ხოლო აი ფოტოს გადასაღებ კარიბჭესთან დგანან. არადა ჩემი აზრით, მის მოპირდაპირე მხარეს ბევრად ლამაზი ადგილია, სადაც კიბეებით შესაძლებელია ამოსვლა და მთლიან ხედზე დატკბე როგორც ტაძრის, ასევე გარშემო არსებული მთებით და ხეობებით. ერთი მხრივ კარგია, ვინაიდან შესაძლებელია მშვიდად წდარად დაათვალიერო კარგად, ფოტოც გადაიღო, ვიდეოც და უფრო დაწვრილებით შეისწავლო ეს ტერიტორია. ამიტომ გირჩევთ თუ მოხვალთ აქ არა მარტო ფოტოს გადასაღებად, არამედ ეს ადგილიც კარგად შეისწავლოთ, ვინაიდან საკმაოდ ბევრი ჩუქურთმებით დატვირთული ძეგლია და ძალიან მოგეწონება, დარწმუნებული ვარ ჩემსავით. ტაძრის საფუძვლიანი დათვალიერებისა და ხედებით კლობის შემდეგ ჩვენმა მძღოლმა დაპირებულ ადგილას ჩაგვიყვანა ფოტოს გადასაღებად. ყოველგვარი რიგის გარეშე, მართალია სხვაგან, მაგრამ მსგავსი ფოტოს გადაღება მაინც შევძელით. დღევანდელი გადაცემა აქ სრულდება. შემდეგი გადაცემა იქნება ბოლო, ჩვენი ინდონეზიური დღიურიდან.
წინ საინტერესო თავგადასავლები გველოდება.